მოგესალმებით კოლეგებო, ვიდრე სამუშაო რეჟიმზე გადავალთ, მინდა გამოვხმაურო ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების შეჯამებას, როგორც მოგეხსენებათ, გუშინ წინ შეჯამდა არჩევნების შედეგები და საბოლოოდ დადგინდა, რომ მართლმა გუნდმა, ჩვენმა გუნდმა დამაჯერებლად გაიმარჯვა ამ არჩევნებში, რისთვისაც ქართულ ხალხს კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა უნდა გადაუხადოთ. ეს გამარჯვება იყო ძალიან დამაჯერებელი, ეს ნიშნავს იმას, რომ ქართულმა საზოგადოებამ სუსტად მიიღო ის გზავნილი, რასაც ჩვენ ვსაუბრობდით, ეს იყო რეალურად გადამწყვეტი არჩევნები, იყო ერთგვარი რეფერენდუმი, პირველ რიგში რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის და ქვეყნის ბნელ წარსულში დაბრუნებასა და ქვეყნის ნათელ და ევროპულ მომავალ შორის და გარჩევანი გაკეთდა სწორედ ქვეყნის ნათელი მომავლის სასარგებლოდ. კიდევ ერთხელ მადლობა ქართულ ხალხს იმისათვის, რომ სათანადო პოზიცია დაიკავა ამ არჩევნებზე და მხარი დაუჭირა ქვეყნის გრძელვადიან და სტაბილურ განვითარებას. გამარჯვება იყო ძალიან დამაჯერებელი, ჩვენ 890,000-ზე მეტი ხმით მოუგეთ მეორე ადგილზე გასულ პარტიას, დამეთანხმებით რომ არის დამაჯერებელი მაჩვენებელი, 325,000-ზე მეტი ხმით მოუგეთ მთელ რადიკალურ ოპოზიციას ერთად აღებულს, რაც დადგინდა საბოლოო ჯამში ცესკოს მიერ გამოქვეყნებული საბოლოო უქმით. მე მინდა მადლობა გადაუხადო ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, მადლობა მინდა გადაუხადო ცესკოს თავმჯდომარეს ბატონ გიორგი კალანდარიშვილს, მადლობა ცესკოს დივანს, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილეს, ცესკოს შესაბამის წევრებს. ძალიან დიდი იყო წნეხი, როგორც მოგეხსენება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე, იყო ძალიან მძიმე ინციდენტი, რაც ვიხილეთ გუშინ წინ, თუმცა ცესკოს შემადგენლობამ სათანადოდ გაიარა ეს პროცესები და საბოლოო ჯამში უზრუნველყო არჩევნების უმაღლეს დონეზე ჩატარება. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ცესკოს და ცესკოს წევრებს ამისათვის. თქვენ ხედავთ, რომ რადიკალური ოპოზიცია არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში და ეს მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება და მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით გაგრძელდეს პროცესები. ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ გაგრძელდეს ქვეყნის შეუფერხებელი განვითარება. ჩვენ გვახსოვს წინა წლების განმავლობაში, როდესაც ძლიერდებოდა ხოლმე რადიკალური ოპოზიცია, სუსტდებოდა ხოლმე სახელმწიფოს პოზიციები, როდესაც დასუსტებული იყო რადიკალური ოპოზიცია, ამ დროს უფრო ძლიერი იყო ხოლმე ყოველთვის სახელმწიფო. შესაბამისად, რადიკალური ოპოზიციის დასუსტება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა იმისათვის, რომ ჩვენ უზრუნველყოთ ჩვენი სახელმწიფოს სიძლიერე და ჩვენი ქვეყნის განვითარება სწორი მიმართულებით. იმდენად მძიმე მდგომარეობაშია ოპოზიცია, რომ ალბათ შეგვეცოდებოდა, რომ არ ვიცოდეთ, რა ძალებთან გვაქვს საქმე, რა ბოროტ ძალასთან გვაქვს საქმე გვაქვს უსამშობლო ადამიანებთან, რომელთა დასუსტება არის მხოლოდ და მხოლოდ სასარგებლო ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი სახელმწიფოს განვითარებისთვის. დღეს ამ 4 პარტიამ, სინამდვილეში ერთმა პოლიტიკურმა ძალამ მიმართა ევროკავშირს კონკრეტული მოთხოვნებით და მე მინდა ჩამოთვალო ეს ძირითადი მოთხოვნები. მათ მოითხოვეს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება, ეს არის პირველი მოთხოვნა, რომელიც მათ დააყენეს, არც მეტი, არც ნაკლები. მათ მოითხოვეს კომუნიკაციის შეწყვეტა ევროკავშირსა და სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის, ხელისუფლებას შორის. მათ მოითხოვეს 120 მილიონიანი დაფინანსების შეჩერება და ასევე მოითხოვეს, რომ ეს თანხა მიემართოს აგენტურის გაძლიერებისკენ ჩვენს ქვეყანაში. ეს არის სამი მთავარი მოთხოვნა, რომლითაც მიმართა რადიკალურმა ოპოზიციამ ბრიუსელს. თქვენ გახსოვთ საუკუნის წინ ცნობილი გზავნილი, რომელიც სერგო ორჯონიკიძემ გაუგზავნა მოსკოვს. ეს არის სერგო ორჯონიკიძის გზავნილი საუკუნის თავზე, ოღონდ არა მოსკოვს, არამედ ამ შემთხვევაში ბრიუსელს. ისინი ყოველდღიურად ავლენენ საკუთარ სახეს, რაც არის ძალიან კარგი, ამას ხედავს საზოგადოება და მე ვფიქრობ, რომ ის 785,000 ადამიანიც, რომელმაც ხარი დაუჭირა ამ რადიკალურ ძალებს, თანთანობით გადააფასებს საკუთარ არჩევანს და საბოლოო ჯამში ისინი დაუბრუნდებიან იმ პოზიციას, რომელიც დაკავშირებულია ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარებასთან. მე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს და სამართალდამცავ უწყებებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, სხვა სამართალდამცავ უწყებებს იმისათვის, რომ მათ სათანადოდ მართეს ეს პროცესები დღემდე და რა თქმა უნდა ასე გაგრძელდება ეს ასე ვთქვათ მართვა, პროცესების მართვა მომდევნო დღეების განმავლობაში, რა თქმა უნდა საზოგადოება შეწუხებულია იმ აქტივობების გამო, რომელსაც ახორციელებს რადიკალური ოპოზიცია, თუმცა
რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ყველაფრის შეროვნად მართვა და კიდევ ერთხელ შინაგან საქმეთა სამინისტროს მალობა, რომელიც სათანადოდ წარმართავს ამ პროცესებს. რა თქმა უნდა, მომავალშიც ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება, უზრუნველყოფილი იყოს სტაბილურობა ჩვენს ქვეყანაში და უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა, ჩვენი მთავარი პასუხისმგებლობა, კონკრეტულად საქართველოს მთავრობის მთავარი პასუხისმგებლობა და მთავარი ამოცანა. გასულ დღეებში ჩვენ გვქონდა რამდენიმე ძალიან საინტერესო შეხვედრა, სადაც განვიხილეთ კონკრეტული პროექტების დეტალები, რომლებიც უნდა განხორციელდეს სამთავრობო პროგრამის ფარგლებში, რომელიც ჩვენ წარუდგინეთ ქართულ საზოგადოებას, მათ შორის განვიხილეთ კონკრეტული მეგაპროექტების დეტალები, რომლებიც არის დაანონსებული, რომლებიც უნდა განხორციელდეს შემდეგი წლების განმავლობაში. ასევე მუშაობთ ძალიან საინტერესო საინვესტიციო პროექტებზე და მთელ რიგ შემთხვევებში საქმე უკვე ბოლომდე არის მიყვანილი და ძალიან მალე ანონსიც გვექნება ამ საკითხებთან დაკავშირებით. მომავალ ორშაბათს საქართველოს პარლამენტს წარედგინება მთავრობის შემადგენლობა დობის გამოსაცხადებლად. აქედან გამომდინარე, მე მინდა ვთხოვო ყველა სამინისტროს, რომ დავიწყოთ მუშაობა სამთავრობო პროგრამის საბოლოოდ დაზუსტებაზე. როგორც მოგეხსენებათ, ორშაბათს მთავრობის შემადგენლობასთან ერთად ჩვენ უნდა წარუდგინოთ საქართველოს პარლამენტს სამთავრობო პროგრამაც, 4-წლიანი პროგრამაც და მნიშვნელოვანია, რომ ყველა დეტალი იყოს დაზუსტებული და ეს არის ჩემი თხოვნა თითოეული სამინისტროს და თითოეული მინისტრის მიმართ. ჩვენ გვაქვს ამბიციური ამოცანა, რომელიც არის ასახული სამთავრობო პროგრამაში 4 წლის თავზე. ჩვენ განვითარების სრულიად სხვა ეტაპზე უნდა გადავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა. ამას უზრუნველყოფს ჩვენი სამთავრობო პროგრამა, ახლა მთავარია ყოველდღიური მუშაობა იმისათვის, რომ ყველა ამოცანა სათანადოდ შესრულდეს. დიდი მადლობა. გადავიდეთ სამუშაო რეჟიმს.